რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემა და თქვენთანაა ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა გადაცემას და დიდ ჭკუას იზამ თუ ახლავე გამოიწერთ ჩვენ სახლს Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. თია წულუკიანი, მამამის სასული. მეორედ არ გათხოვილი. ამას ხაზს უსვამ ახლა, რამე რომ არ მოელანდოს და თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს. გამოსულა და თავისი 460 გვერდიანი წიგნი შეუჯამებია პარლამენტის ხდომაზე. დასტამბული წიგნის სახით დიზაინერი რომ თავის წვლილს შეიტანს ასეთი ფორმით, შევთავაზოთ თითოეულ ჩვენს კოლეგას. წიგნს კიდევ ნახავთ და ვისაც არ დაეზარება, განხილვაში ჩაერთვება აუცილებლად. მე კი ერთი ციტატა მომხვდა თვალში. მთელ წიანდადებაც არა, ნახევარი თუნდაც. 2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს, ციტირებ, შემდეგი ცხინვალია. მხოლოდ ეს რამდენიმე სიტყვაც, თითქოს საზღვათაშორისო ნათქვამი, რაღაც სხვა დასკვნის მოსამზადებლად აუცილებლად ღირს შეჩერებად. მეხსიერების გასანიავებლად, თორემ პროჭრილელებში სუნი როდგება რაღაცის ამას ხედავთ, გრძნობთ. მოკლედ 2 სიტყვა ნაცების დიქტატურამდე ლაჭარაზე. ვინც არ იცის? ან ახლა არ აწყობს რომ ახსოვდეს. მდინარე ჩოლოგზე, სადაც გადის ადმინისტრაციული საზღვარი აჭარასა და გურიას შორის. 2004 წლის 6 მაისამდე იდგა საბაჟო, ქვეყნის შიგნით. თან უბრალოდ საბაჟო არა, სასაზღვრო სამსახურიც ეგ იყო. იმიტომ რომ აჭარაში შესასვლელად უნდა ქონოდა, აუცილებლად უნდა ქონოდა პასპორტი. პირადობის მოწვევა საკმარისი აღარ იყო. პასპორტი უნდა ქონოდა. უნდა მიგეწოდებინა ამ პოლიციელისთვის თუ ვიღაცისთვის, მესაზღვრისთვის, რომელიც წაიღებდა თავის რაღაც ბუტკაში, სადაც რაღაცა შეამოწმებდა და თუ კეთილი თვალით შემოქმედავდა, ჩაგირტყამდა რაღაც აჭარის ვიზას. ვიზას არ ხუმრო, ასე ერქვა. საფოსტო მარკასავით იყო, ნებართვა რომ შესულიყავი ავტონომიის ტერიტორიაზე. ეს ვიზა თუ არ მეშლება 15 ლარი ღირდა. ნაციონალების დიქტატურამდე ლაჭარაში. ამ აჭარას სანამ ნაცები დაამყარებდნენ თავიანთ დიქტატურას მართავდა ასეთი კაცი ასლან აბაშიძე, რომელსაც რუსებმა რატომღაც გენერლობა მიანიჭეს. არავინ აგვიხსნა რა დამსახურებისთვის, სამხედრო განათლება იმ კაცს არ ჰქონდა. მაგრამ ჯერ გენერალ-მაიორობა უბოძეს, მერე გენერალ-ლეიტენანტობა. რუსებმა და 9 მაისს ყელყელაობდა ხოლმე კიდევაც ამ ფორმით. ეს ასლან აბაშიძე ხელისუფლებაში გამსახურდია მოიყვანა, მაგრამ როგორც კი ოდნავ მოიმაგრა ნიადაგი ფეხქვეშ, ავტომატით საკუთარ კაბინეტში მოწმეების თვალწინ დაცხრილა უკვე მთავარ მოწინააღმდეგედ ქცეული ნოდარ იმნაძე. აჭარაში მრგვალი მაგიდის ხელმძღვანელი. ნაციონალების დიქტატურამდელ კი არა, საერთოდ შევარნაძემდელ აჭარაში. გამსახურდიას პრეზიდენტობისას. რუსმა გენერალ-ლეიტენანტმა ასლან აბაშიძემ დააპატიმრა ძმები ასანიძეები. თამაზ ასანიძე ციხეში გარდაიცვალა. თენგიზ ასანიძეს კი ფაქტიურად აბაშიძემ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. უბრალოდ მინდა დაფიქრდეთ. იმაზე რაც ახლა ვიტყვი. თენგიზ ასანიძე 1999 წელს პრეზიდენტმა შეიწყალა. შევარნაძემ, მაგრამ აბაშიძემ მაინც დატოვა ციხეში, უშიშროების იზოლატორში. შემდეგ საქმე განიხილა უზენაესმა სასამართლომ, თეა წულუკიანის მამის სასამართლომ. და გაამართლა 2001 წელს, მაგრამ აბაშიძემ არც მაშინ გამოუშვა. არ გამოუშვა. და სულ ფეხებზე დაიკიდა ყველა და ყველაფერი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ჩათვლით. თენგიზ ასანიძე იყო პირველი, ვინც პოლიტიკურ პატიმრად აღიარა სტრასბურგის სასამართლომ. მეორე პოლიტპატიმრად სხვათა შორის თითქმის 20 წლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი აღიარეს. ეს უკვე სხვა ისტორია, ნაციონალების დიქტატურის გადავარდნის შემდეგ. ამიტომ ამაზე სხვა დროს. ეს ახლა შორს წაგვიყვანს. ახლა მთავარია თქმა, რომ რუსმა გენერალმა აბაშიძემ თენგიზ ასანიძე არც ამის შემდეგ გამოუშვა. ნაციონალების დიქტატურამდე ლაჭარაში. ასლან აბაშიძე ნაცების დიქტატურის დამყარებამდე იყო საქართველოს ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ არც ერთხელ ხავს უსვამ, არც ერთხელ არ ჩამოსულა თბილისში. ჩადიოდნენ მხოლოდ მასთან. ეახლებოდნენ ხოლმე ყველანი პრეზიდენტ შევარნაძის ჩათვლით. ასლან აბაშიძე ერთპიროვნულად აკონტროლებდა ყველა სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც კი აჭარის ტერიტორიაზე მოქმედებდა. აკონტროლებდა, იშიფრება როგორც პირადად ნიშნავდა ყველა ხელმძღვანელს. არაფერს ეკითხებოდა ცენტრს და თითქოს აჭარის ბიუჯეტში რისხავდა შემოსავალს ბათუმის პორტიდან, ავტობის ქარხნიდან, სარფის საბაჟოდან, აეროპორტიდან. ზუსტად ასევე არ ეკითხებოდა თბილისს, ვის დანიშნავდა აჭარის შინაგან საქმეთა ან უშიშროების მინისტრად, მოსამართლეებად ან პროკურორებად. როცა ვთქვი, აჭარის ბიუჯეტში რიცხავდა შემოსავალს მეთქი, ეს ნიშნავს, რომ შემოსავლის დიდი ნაწილი შავი ფული იყო, აღურიცხავი, რომელიც მისდიოდა პირადად მასა და მის კლანს.
მიზერი კი რაც აღერიცხებოდა საბაჟოზე თუ პორჩი თუ სხვაგან, რჩებოდა ავტონომიის ბიუჯეტში და ისევ აბაშიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იხარჯებოდა ნაციონალების დიქტატურამდელ აჭარაში. ასლან აბაშიძე ყოველ მეორე თვეს მოსკოვში დადიოდა საკუთარი გადაწყვეტილებით, განსაკუთრებით მეგობრობდა მოსკოვის მერთან, იური ლუშკოვთან, რომელიც იმ წლებში რუსული ეგრეთ წოდებული რბილი ძალის, ანუ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ძრავი იყო. ნაციონალების დიქტატურამდელ აჭარაში იდგა რუსული სამხედრო ბაზა, რომლის მეთაურიც ასლან აბაშიძის მთავარი დასაყრდენი იყო, მთავარი ძალოვანი დასაყრდენი, რაგი წარმოადგენდა პირდაპირ კავშირს მოსკოვთან. ყველაზე ახლო და სანდო კონტაქტი იყო, როგორც მერე გაირკვა, გენერალი იური ნეტკაჩოვი, 2000 წლამდე ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილე. იქამდე სხვათა შორის ნასამართლევი დნესტრისპირეთში რუსული უზარმაზარი ბაზის იერარქიის გაყიდვისთვის, თუმცა მერე ამნისტირებული. აი, ეს კაცი ნეტკაჩოვი გახდა კაცი, ვინც თადარიგში გასვლის შემდეგ ოფიციალურად დაინიშნა აჭარაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ანუ ასლან აბაშიძის მრჩევლად. ერთი საინტერესო გადახვევა. წულუკიანს გაუხარდება ვიცი. ნეტკაჩოვის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც გამოქვეყნებულია რუსეთის სამხედრო პოლიტიკური კვლევების ცენტრის საიტზე და ეს საიტი თავად ჩამოკიდებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. ასე წერია, სიტყვასიტყვით. გენერალ-ლეიტენანტი იური ნეტკაჩოვი აქტიურად ილაშქრებდა საქართველოსთან რუსული ჯარების ჯგუფის გაყვანის წინააღმდეგ და ერთმა პირველთაგან ამხილა ხელისუფლებაში არალეგიტიმურად მოსული პრეზიდენტ სააკაშვილის მილიტარისტული არსი. რავი, მგონი ახლა მივხვდი, საიდან გადმოწერა თეაწულუკიანმა ეს თავისი მთავარი ბრალდებები, რომელიც თავში წაგიკითხეთ. უბრალოდ ახლა ეს ყველაფერი ქართულ ენაზე ითქვა. რუსების მიერ, მაგრამ ქართულად. და ისევ ასლან აბაშიძეს დაუბრუნდეთ. თეაწულუკიანის უცებ გამჟღავნებულ სიყვარულს. როგორც მერე გაირკვა, ჯერ კიდევ რუსულ ჯარში სამეთაურო თანამდებობაზე ყოფნისას იური ნეტკაჩოვმა დაიწყო აბაშიძის ერთგული გვარდიის ფორმირება. მას ორი სახელით მოიხსენიებდნენ: სამხედრო ნაწილი 7-9-9 და ობეერი. ანუ რუსულად ატრიად ბыстрого реагирования. რაზე უნდა მოეხდინა быстрое реагирование ამ დაჯგუფებას? ნებისმიერ საფრთხეზე, რომელიც შეიძლებოდა დამუქრებოდა ასლან აბაშიძის რეჟიმს. ბოდიშ კალბატონთია რეჟიმი და დიქტატურა მერე დამყარდა 2004 წლის 6 მაისიდან. იქამდე კი აჭარაში დემოკრატია ყვაოდა. აი, ამ დემოკრატიის დასაცავად შექმნეს რუსებმა საგანგებო დაჯგუფება რამდენიმე ასეული მებრძოლით, რომელიც თვითონ გაწვრთნეს, თვითონ ჩააცვეს და დაახურეს, თვითონ შეაარაღეს და თვითონ გამოიყენეს, როცა დასჭირდათ. 2004 წლის გაზაფხულზე, როდესაც ასლან აბაშიძის თითქოს მყარმა სკამმა უცებ რყევა დაიწყო. ჩოლოქის ხიდი, აი ზუსტად ის, სადაც ასლან აბაშიძის საზღვარი და საბაჟო ქონა მოწყობილი, ამ ობერმა რუსი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ჯერ ჩახერგა, შემდეგ დანაღმა და როცა ბრძანება მიიღო, აფეთქა კიდეც. სანაპირო ზოლზე ისევ მობილიზებულია რუსული ტექნიკა და სწრაფი რეაგირების ნეტკაჩოვის ბატალიონის წევრები. მათ დაიკავეს პოზიციები. დამავიწყდა შეხსენება. იგივე იქნა იქიდან რამდენიმე კილომეტრში მდინარე ნატანებზე გადებულ ხიდზე. კიდევ ერთ გზაზე, რომელიც აჭარას დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა. და დამავიწყდა შემეხსენებინა ნაციონალების დიქტატურამდელ აჭარაში მოხდა ეს. კიდევ დამავიწყდა შეხსენება. იქამდე 2003 წლის 7 ნოემბერს, როცა შევარდნაძის წინააღმდეგ თბილისში აქციები დაიწყო, ასლან აბაშიძეს სუდისუნი მიუვიდა, თუ აუვიდა. მან აჭარის კონსტიტუციაში ჯერ ჩაწერა, რომ ამ კონსტიტუციას უპირატესობა ენიჭებოდა საქართველოს კონსტიტუციასთან შედარებით, შემდეგ კი თავისთვის დააკანონა განსაკუთრებული სტატუსი. აჭარის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირი. ნაციონალების დიქტატურამდელ აჭარაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასლან აბაშიძემ ბოიკოტი გამოუცხადა იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს. უკვე ამ რევოლუციის შემდეგ 8 დეკემბერს რუსეთმა აჭარასთან კარგად მოусმინეთ, გამარტივებული სავიზო რეჟიმი დაამყარა. ანუ საქართველოს ყველა მოქალაქეს რუსეთის საკონსულოში უნდა შეეტანა საბუთები, დალოდებოდა კვირეები, ქრთამები ეძლია, რომ ვიზა მიიღო. აჭარის პრაპისკით კი უცებ გაუქმდა ეს ამბავი. ნაციონალების დიქტატურამდელ აჭარაში. იმის თქმას დამავიწყდა, რომ ობეერი მხოლოდ სახმელეთო დანაყოფი არ იყო. იმაზე მეტი ვერტფრენი ყავდა, ვიდრე მაშინ ქართულ არმიას. და ბათუმში ასლან აბაშიძე ამუშავებდა ეგრეთ წოდებულ გემჩენებელ ქარხანას, სადაც კატარღებს აწარმოებდა. სწრაფმოვალ კატარღებს. ეს ის კატარღებია, რომლებსაც მერე 2008 წელს რუსებმა ფოთში მიაკითხეს და თავისთვის წაიყვანეს. ჩათვალეს ალბათ, რომ მათი იყო. გადაარჩინეს ნაციონალების დიქტატურას, არა ქალბატონთია. ბათუმის ცენტრში რომ ღამე ვერც გაივლიდი და ვერც დაიძინებდი, რადგან ასლან აბაშიძის შვილი დააგევლევდა თავის მანქანას, მგონი ლამბორგინის. მაგას დღესაც მოგიყვებათ ნებისმიერი, ვისაც ან უცხოვრია, ან დასვენება უცდია იმ წლების აჭარაში.
ხო, მაინც და მაინც კახა კარლო კალაძისგან რომ არ გაგიკვირდეთ ქაჯობა. სხვათა შორის ის შვილიც გიორგი ბათუმის მერი იყო და ყველა მიცოდა რომ მამა ხელისუფლებას მას აპირებდა. ნაციონალების დიქტატურამდე ლაჭარაში. ნეტკაჩოვის ობერი, რომელიც ვახსენე, არ იყო თეაწულუკიანის საყვარელი დემოკრატის ასლან აბაშიძის ერთადერთი ძალოვანი საყრდენი. ვარდების რევოლუციის შემდეგ მას სრულიად ღიად, აბსოლუტურად ღიად დაუჭირა მხარი აჭარაში განლაგებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურმა რომან დუმბაძემ. საჯაროდ განაცხადა, რომ არ ემორჩილებოდა თავდაცვის სამინისტროს, არ ემორჩილებოდა თბილისს და მთლიანად გადადიოდა ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთელი თავისი პირადი შემადგენლობით, შეერაღებითა და ტექნიკით. მოდით ცოტა გავასწროთ მოვლენებს. 2004 წელს დუმბაძეს 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სამშობლოს ღალატისთვის. მაგრამ 2008 წელს რუსებმა საგანგებოდ მოითხოვეს მისი გათავისუფლება და ერთი გენერლის ნაცვლად 12 ქართველი პოლიციელი ტყვე გადმოგწეს. რომა დუმბაძე მერე მოსკოვში წაიყვანეს, მოქალაქეობაც კი მიანიჭა მედვედევმა, 2012 წელს კი იქ მოკლეს. რაც ხოცემმა სხვათა შორის ნაციონალებს დააბრალეს მერე. იყო კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც წულუკიანის გლობალურ ანალიზში რატომღაც არ მოხვდა. რუსები მზად იყვნენ საქართველოსთან უსწრაფესად გაეყვანათ ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და სამხედრო ბაზა. ოღონდ ბათუმში განლაგებული მე-12 ბაზისთვის მიიღოთ ანტიტერორისტული ცენტრის სტატუსი. ამაზე ვაჭრობა მიდიოდა რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯერ შევარდნაძის, მერე სააკაშვილის პირობებში და ასლან აბაშიძე ძალიანაც უჭერდა იდეას მხარს. ამით რუსი სამხედროებს ექნებოდათ აჭარაში ლეგალურად ყოფნისა და მოქმედების შესაძლებლობა. სააკაშვილმა, დიქტატორმა, ჩემოთეა, ამის უფლება რომ არ მისცა, 2008 წლის ომის ერთი წინაპირობა ეგეც გახდა. ოღონდ ამას თეა მამამისსასული წულუკიანი რა თქმა უნდა არსად დაწერს და არასდროს იტყვის. და რა კი უკვე გადავახდით ამბებსა და წლებს. აჭარელთა უდიდესი უმრავლესობისთვის არ ყოფილა არჩევანი საერთოდ ბაბუწოდებული ვიღაც პროვინციელი ფაშისტვის დაეჭირათ მხარი თუ საქართველოს კანონიერი ხელისუფლებისთვის. 2004 წლის მაისის დასაწყისში ბათუმის ქუჩებში იმდენი ადამიანი გამოვიდა მშვიდობიანი, რომ ასლან აბაშიძე იძულებული გახდა დამარცხება ეღიარებინა. შიშით რუსულიც კი დაავიწყდა. Я прошу, чтобы просто разойтись, вернуться по дому. არჩევანის გაკეთება მოუწიათ რუსებსაც. 2004 წელს ეთყობა ჯერ არ იყვნენ მზად საქართველოსთან ომისთვის, ამიტომ რუსი გენერალ-ლეიტენანტი ასლან აბაშიძე წაიყვანეს თავისთან. სულიერ სამშობლოში. მას სამთავრობო თვითმფრინავი ჩამოაკითხა პირადად იგორ ივანოვმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასლან აბაშიძე მოსკოვში გაფრინდა. მარტო. არავინ წაიყვანა, საერთოდ არავინ. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოგზავნა ისევ რუსული სამთავრობო თვითმფრინავი და საყვარელი ნაგაზის ბასმაჩას წაყვანა ითხოვა. დიქტატორმა სააკაშვილმა გაატანა. სხვა აბაშიძეს არავინ უკითხავს საერთოდ. არავინ მოუკითხავს, არავის სული უთხოვია და არავის ხორცი. ამბობენ რომ მოსკოვში შოკოლადის ქარხანა იყიდა, ცოლად ყოფილი მოახლე მოიყვანა, ბიჭიც გაუჩნდა და ახლა ტკბილად ბერდება. მთელი თავისი ყოფილი ამალისგან შორს. ამას უეიზამს ის ბრძენი კაცი, როცა რუსეთში გასაქცევი გახდება. არც თეას წაიყვანს, არც ირაკლის, არც ჩალვასა და არც რამინას. თვითმფრინავში ადგილი თუ დარჩა, ისევ დედამამალ ზებრასა და პინგვინს ჩატვირთავს და აიდა. მოიწონეთ და გამოიწერეთ ვაშა გადაცემა თქვენთვის მოსახერხებელ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.